საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მზადება გრძელდება თავისუფლების მოედანზე 26 მაისს დადებენ სამხედრო ფიცს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტები და თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. დედაქალაქის გარდა წვევამდელები ფიცს დადებენ ასევე სხვადასხვა რეგიონში ისტორიულ ადგილებზე. ღონისძიებებით იქნება დატვირთული ყველა მუნიციპალიტეტი. დაგეგმილია აქტივობები ბავშვებისთვის, გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა გაყიდვა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეებს ზუგდიდში უმასპინძლებს. მოამბე რეგიონების სტუმარია იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია. მოგესალმებით ქალბატონ ლანა, მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის პირიქით. ქალბატონ ლანა, როგორ მიმდინარეობს სამზადისი ზუგდიდში და რას წარუდგენს იუსტიციის სამინისტრო სამეგრელოს ადმინისტრაციულ ცენტრში მისულ საზოგადოებას? დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული სამზადისი უკვე ფინალურ და დასკვნით ეტაპზე არის, მიმდინარეობს კონსტრუქციებისა და ინსტალაციების აწყობა, ასევე თავდაცვის ძალების ტექნიკის მოწყობა. რა თქმა უნდა, წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, გვექნება მრავალფეროვანი შემეცნებითი გასართობი, კულტურული, სპორტული ღონისძიებები და აქტივობები. წელს განსაკუთრებულია ეს დღე იმით ასევე, რომ დამოუკიდებლობის დღესთან ერთად აღვნიშნავთ ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების 1700 წელს და ამასთან დაკავშირებითაც გვექნება, რა თქმა უნდა, თემატური კუთხეები, ეროვნული არქივის ინსტალაციები, ასევე წარმოდგენილი იქნება ჩვენი მრავალფეროვანი მიმართულებები, გულისხმობს სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების კუთხეები, იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ტექნიკა წარმოდგენილი, ამზომველების და ციფრული ტექნოლოგიები, ასევე ID ბარათის ფოტოსივრცე, გვექნება ახალი პასპორტის კუთხე, ასევე მობილური იუსტიციის სახლები, ქორწინების სივრცე, ტრადიციულად გვექნება მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა და რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, დამოუკიდებლობის დღესთან და გაქრისტიანებასთან ერთად გვექნება წარმოდგენილი ასევე ზუგდიდის ისტორია, რომელიც შემონახული არის ჩვენს ეროვნულ არქივში და ის ცნობილი ზუგდიდელების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ასევე ჩვენი ეროვნული არქივის მასალებიდან იქნება წარმოდგენილი. გვექნება სპორტული საბავშვო სივრცეები, სხვადასხვა კონკურსები და რა თქმა უნდა 17 საათსა და 10 წუთზე კულმინაცია ამ ღონისძიების იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთდროულად აღიარებული საქართველოს ჰიმნი, რომელიც გაგრძელდება ადგილობრივი და ცნობილი სახეების მონაწილეობით დასკვნითი კონცერტით, რომელიც ასევე როგორც წინა წლებში იქნება ყველა რეგიონში წარმოდგენილი. რომ გითხრათ, გასული წლების გამოცდილების გათვალისწინებით, როგორია მოქალაქეთა აქტივობა და რის მიმართ იჩენენ ხოლმე განსაკუთრებულ ინტერესს? აქტივობა ყოველთვის ძალიან დიდი არის. ჩვენ წარმოდგენილი ვიყავით წინა წლებში სხვადასხვა რეგიონებში, ვიყავით ქალაქ გორში, ქალაქ ფოთში, ახალციხეში, ახალქალაქში, ასევე რაჭის რეგიონშიც ვიყავით წარმოდგენილები. ყოველთვის დაინტერესება ძალიან დიდი არის ჩვენი სერვისების და ჩვენი აქტივობების მიმართ და წელსაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ აქტივობას ველოდებით. ყოველთვის დიდი ინტერესი იწვევს ჩვენი ID ბარათების კუთხე და სამახსოვრო პასპორტი, რომელზეც ნებისმიერ სტუმარს შესაძლებლობა აქვს, რომ გადაიღოს ფოტო და მიიღოს სამახსოვრო ბარათი, რომელზეც წარმოდგენილი არის იუსტიციის სამინისტროს მნიშვნელოვანი რეფორმები. და ასევე, რა თქმა უნდა, თავდაცვის ძალების ტექნიკა, რომელიც ასევე ყოველთვის ძალიან დიდ ინტერესს იწვევს ნებისმიერი ასაკის სტუმარში. როგორც აღნიშნეთ, თქვენ აქტიურად მონაწილეობთ ხოლმე ყოველწლიურად ამ ღონისძიებებში, რით იქნება წლევანდელი 26 მაისი განსხვავებული ზუგდიდში?
როგორც უკვე აღნიშნეთ, განსხვავებული წელს ყველგან ეს ღონისძიება არის იმით, რომ დამოუკიდებლობის დღესთან ერთად აღინიშნება ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების 1700 წელი. შესაბამისად, ეს ძალიან ამაღელვებელი მომენტი არის ყველაფერთან ერთად და ჩვენ სამინისტროები ვცდილობთ, რომ ეს დღე გავხადოთ განსაკუთრებით დაუვიწყარი და დასამახსოვრებელი და სიმბოლური თითოეული სტუმრისთვის. დიდი მადლობა ქალბატონ ლანა, წარმატებებს გისურვებთ მოამბე რეგიონების შეკითხვებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია პასუხობდა.